საქართველოში სამედიცინო პერსონალს და განსაკუთრებით ექთნებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. წლებია საზოგადოებრივი ორგანიზაციები საუბრობენ ექთნების დაბალ ანაზღაურებასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე. პრობლემაზე სათანადო რეაგირების არ ქონამ საბოლოოდ პროფესიონალების გადინების პროცესთან მიგვიყვანა. დაკო ნოძაძესთან ერთად გავაგრძელებთ პრობლემაზე საუბარს. დაკო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მიხარია რომ ერთად და პირველად ვარ ერთად ეთერში და ჩემი აზრით მნიშვნელოვან და ძალიან პრობლემულ თემაზე საუბარი მოგვიწევს. ეს ეხება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც არ მეგულება ადამიანი, ვისაც სამედიცინო დახმარება არ დაჭირებია. განსაკუთრებით პანდემია გამოვიარეთ და ზუსტად COVID-19-ის დროს ძალიან მკვეთრად დავინახეთ ექთნების როლი და ზუსტად იქედან დაიწყო აქტიური საუბარი იმაზე, რომ ექთნებს სათანადო ყურადღება სჭირდებათ და ქვეყანას სჭირდება ექთნები. კი, ნამდვილად. შრომის ანაზღაურებას, ღირსეული სამუშაო პირობები ეს მუდმივად არის საუბრის თემა და არ მხოლოდ ექნებს, ზოგადად პროფესიონალების ნაკლებობა რომ ბევრ სფეროში ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვა ფორმატში, თუმცა ერთი არის რომ როცა მაგათი მომსახურების სფეროში არის რა შეცდომას დაუშვებს ის და როგორ გაზიანებს და მეორე არის როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას და შენ სიცოცხლეს და ამ შემთხვევაში შეცდომები პრაქტიკულად დაუშვებს. ეს რაღაც ლეტალურად შეიძლება დასრულდეს, მაგალითად სამედიცინო პერსონალის და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ექნების პრობლემებზე. მათი პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც ისინი აკეთებენ ესეც ძალიან საპასუხისმგებლოა და ამისთვის ამ ადამიანებს რაღაცით უნდა დაუფასოთ, ანაზღაურება უნდა ქონდეს შესაბამისი ან სამუშაო პირობები მაინც ისინი თავად უნდა გრძნობდნენ თავს დაფასებულად ადამიანებად იმისთვის რომ სხვებს დაეხმარონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირდაპირ კავშირშია მათ ისინი რომ თავს კარგად გრძნობდნენ მათ სამუშაოსთან და შრომის უნარიანობასთან თუ ის გადატვირთულია თუ ის დაღლილია ცხადია გაუჭირდება სროფასონა თავის საკითხში პანდემიამ როგორც შენახსენე ძალიან კარგად ბევრი პრობლემა მოატივტივა რაც ძირში იყო და არ ჩანდა ეს ზედაპირზე მაგრამ ერთ-ერთი იყო სწორედ ეს ექთნების საკითხი დავინახეთ რამდენად დიდ შრომას ეწევიან და რამდენად ცოტანი არიან იმისთვის რაც გვჭირდება დღეს საქართველოში. ცოტანი არიან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამაზე თვალსაჩინოდ გვაჩვენებ, ხო, თქვა როგორია სხვა ქვეყნის გამოცდილება და რა რეალობა გვაქვს დღეს საქართველოში, დედაქალაქში და რეგიონებში. კი, წლის ბოლოს აუდიტმა გაკეთა გამოკვლევა და დასკვნა, რომელიც უფრო ზუსტად და ციფრებში აჩვენებს პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, თუმცა თავიდან უნდა აღნიშნოთ, რომ რიცხვები, რომელსაც ჩვენ დღეს მაყურებელს გავაცნობთ, არ არის ზუსტი გამომდინარე იქიდან რომ ბოლო წლებია რაც დაიწყო ამ ადამიანების აგრეთხვიანობა და რაღაცა ბადი შეიქმნა, სადაც ეს ადამიანები მოხვდებიან. ამიტომ პრობლემა რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღესაც მოხვდებით რომ ძალიან რთულად არის საქმე, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს, იმიტომ რომ არ ვიცოდეთ დაუშვათ ასეულობით ექთნის არსებობის შესახებ, რომელიც უბრალოდ არ არიან აგრეთხულები. აუდიტმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას რამდენიმე საკითხზე დაიწყო მუშაობა და ერთი ეს იყო უწყვეტი განათლების სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ახსენოთ ეს ნიშნავს ეს და რატომ? ერთი ეს არის რომ სამედიცინო განათლება, ზოგადად სფერო არის ისეთი, რომ მუდმივად სიახლეებთან არის დაკავშირებული და ამ ადამიანებს უნდა კონდეთ წვდომა, გაიგონ და იცოდნენ ყველა იმ სიახლის შესახებ, რაც ხდება სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ ეს მათ კვალიფიკაციაზე ისახება და სხვების სიცოცხლეზე პირდაპირ გაგებით და მეორე არის რომ რაღაცა გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევს ადამიანი და გადის პენსიაზე, მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ახალი კადრებით, ახალგაზრდებით, რომლებიც იქნებიან არანაკლებ კვალიფიციურები, იმიტომ რომ მათაც ზუსტად იგივე გადაგზავნებიან და იყვნენ კონკურენტუნარიანები ახალგაზრდებიც, რომ პირდაპირ გადაიბარონ ესეთი მნიშვნელოვანი საქმე. და რაოდენობა, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ, არათანაბარი გადანაწილება ექიმებთან მიმართებაში და რეგიონების მიმართებაში. თბილისში გაძლევთ უფრო დიდი რაოდენობა არის კონცენტრირებული, ეს ძალიან პირობითი არის, არასაკმარის უბრალოდ სხვებთან შედარებით უფრო დიდი, ვიდრე რეგიონებში და რეგიონებში კიდევ უფრო მწვავედ დგას ეს პრობლემები სამწუხაროდ. მე შემიძლია გრაფიკით გაჩვენოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის რაოდენობა და შეგვიძლია გრაფიკულად კარგად დავინახოთ ეს ყველაფერი. ესეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია არსებობს, სადაც ევროპის 38 ქვეყანა არის შესული. შემდეგ გრაფიკაზე უკეთესად გამოჩნდება, სადაც დიაგრამა არის წარმოდგენილი. ამ გრაფიკაზე ამ გაერთიანებაში არის 38 ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ამბობენ 100,000 მოსახლეზე ითვლიან ექთნების რაოდენობას 880
მაღალი უნდა იყოს მათი რაოდენობა, მაშინ როცა ჩვენთან საქართველოში 2022 წლის თანაფარდობით ეს 100,000 მოსახლეზე მხოლოდ 573 ექთანი იყო საქართველოში. შემდეგ გრაფიკა გაუშვათ. ესეთ აღვიქვათ ჩვენს და მაყურებელმაც. ნამდვილად, იმიტომ რომ გრაფიკულად კარგად ჩანს, რამდენად დიდი განსხვავება არის ევროპაში და რამდენად დიდი განსხვავება ჩვენთან, როგორც ვახსენე, ეს დათვლა გვიან დაიწყო. ამიტომ მხოლოდ 2021 და 22 წლები შეგვიძლია რომ ვნახოთ, სადაც არის 541 და 573, რაც გაცილებით 300 ადამიანით ნაკლები არის, ვიდრე სტანდარტულად უნდა იყოს. და ასევე აუცილებლად უნდა ვაღნიშნო, რომ 37% ამ ადამიანების არის 50 წლამდე 50 წელს გადაცილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მათ კვალიფიკაციას არ ეხება, ეს ნიშნავს, რომ ისინი პენსიაზე უნდა გავიდნენ ცოტა ხანში და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს და ეს რიცხვი გაცილებით კიდევ უფრო ჩაიშლება. აი თქვენ ხედავთ, ეს არის ის სტანდარტი, რაც უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა 2021 და 22 წლების მაგალითზე ხედავთ, რომ ჩვენთან გაცილებით რთულია. აი მოიმატა შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ მე როგორც ვაღნიშნე, შეიძლება კი არ მოიმატა, უბრალოდ აღრიცხვიანობა გახდა უფრო ზუსტი და ეს მატებაც ამასთან იყოს დაკავშირებული, ის არის წილობრივი, რაც ხედავთ, რომ თითქმის ნახევარი არის იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს და ეს ძალიან სამწუხარო რეალობა არის. შემდეგ გრაფიკაზე უკვე რეგიონული გადანაწილება შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის კონცენტრირებული ამ ექთნების რაოდენობა. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში სულ როგორც ვახსენეთ 100,000 მოსახლეზე მოდის 563 ექთანი, მაგრამ გადანაწილების მიხედვით თბილისში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში არის ძირითადად კონცენტრირებული მათი დიდი რაოდენობა. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო ნაკლები არის რეგიონებში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი მაგათად გურიაში უფრო ნაკლები ადამიანები ცხოვრობს ვიდრე თბილისში, მაგრამ უნდა კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ, რომ ეს თითოეული დათვლილი არის 100,000 მოსახლეზე. ამიტომ ეს არგუმენტი ამ შემთხვევაში არ იქნება რელევანტური, უბრალოდ იქ არიან გაცილებით ცოტანი, მაგრამ საჭიროება, რა თქმა უნდა, ექთნების საჭიროება და ზოგადად ჯანდაცვის საჭიროება, რა თქმა უნდა, არის ბევრი. ანაზღაურება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც სახელდება ამ გამოკვლევის საუბრობთ ხო ამაზე არის ყოფილა არაერთი ფაქტის შესახებ მიგვიღია ცნობა ხო კი ანაზღაურება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობა. შემდეგ გრაფიკაზე შეგვიძლია ვნახოთ სწორედ ეს ანაზღაურების პრობლემა 93%, რომლებიც დასაქმებული არიან ამ სფეროში, ექთნებს გულისხმობ, აქვთ 1500 ლარზე ნაკლები, აი ეს ყველა ერთად, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომლებიც წარმოადგენენ საერთო რაოდენობა ექთნების 93%, 1500 ლარამდე აქვთ შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ხელფასი აქვთ, ან საშუალოზე უფრო ნაკლები. მათი რაოდენობა, ვისაც შედარებით შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური ანაზღაურება ქონდეს, რაც უკვე სტუდენტებთან ერთად კარგად ვისაუბრეთ, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან ბევრი წლის მუშაობასთან არის დაკავშირებული, რომ მათ ეს ანაზღაურება დაემსახურებინათ. შემდეგ გრაფიკაზე უფრო კარგად ვნახავთ, ეს არის მონაცემები, რომელსაც სახელმწიფო აძლევდა აუდიტს, მაგრამ არის გამოკითხვაც ჩატარებული 107 დაწესებულებაში, სადაც აი ადამიანების მიხედვით მაგალითად 45-მა 107 დაწესებულებიდან ამდენმა ადამიანმა თქვა, რომ მას აქვს 500 ლარი ანაზღაურება და ხელფასებია 500, 800 ლარამდე, 1100 ლარამდე და 1500 არის ის ძირითადად ყველაზე მაღალი, რომელიც შეიძლება რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ექთანს ქონდეს, მაშინ როცა ძალიან კერძო კლინიკის ექთან შეიძლება ქონდეს ამ ხელა. ხო, რა თქმა უნდა, კლინიკებს შორის განსხვავება და ისინი რა ფასებს აწესებენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და შრომის ბაზარიც როგორ არეგულირებს ამას. ერთი გრაფიკა არის, რომელსაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ეკამახსენა განათლება. სამწუხაროდ რამდენად მოთხოვნადი არის ესა თუ ის პროფესია. ჩვენ გვახსოვს, რომ სახელმწიფოს აქვს ესეთი პროგრამები, სფეროები, რომლებიც ნაკლებად არის ყურადსაღები, მაგალითად ეს ინჟინერიას ეხება ან მსგავსი ფინანსდება, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო შედის თანა დაფინანსებით. სამწუხაროდ ექთნები ამ სფეროში არ შედიან, ანუ მთლიანად ვისაც უნდა რომ გახდეს ექთანი, მთლიანად თავად იხდის გადასახადს. ეს გრაფიკა გვიჩვენებს როგორ ხდება შარიცხო უნივერსიტეტში, როგორ ხდება პროფესიულ სასწავლებლებში. მინდა გითხრათ, რომ ამ ორივე გზით შესაძლებელია, რომ ექთანი გახდეს ადამიანი, უბრალოდ რატომღაც პროფესიულ სასწავლებლებზე მეტად მაინც საბაკალავრო პროგრამას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. პირველ გრაფიკა, რომელიც ყოველთვის უფრო მაღალი არის ჩარიცხვები, მაგრამ მეორე არის რამდენმა დაამთავრა. სამწუხაროდ სტატისტიკა უშევს, რომ ვერ ამ ბოლომდე გასხდა ძალიან ცოტა ადამიანი. ანუ ეს ბოლო გრაფიკა საკმაოდ ესეთ მძიმე სურათს გვიჩვენებს, ესე იგი 194-მა ჩააბარა, მაგრამ 7-მა დაამთავრა.
აქ შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ უბრალოდ ვერ შეძლეს ფინანსური შეიძლება იყოს ერთ-ერთი მისი და მეორე არის გადინება, შეიძლება უბრალოდ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ სასწავლებლად და შესაბამისად სამუშაოდაც, ასე რომ პრობლემა არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული და ამაზე საუბარი ალბათ არ იქნება მარტივი. სამწუხაროდ სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ უკვე საუბარს მაია ჩიხვაძე, საზოგადოებრივი კოლეჯი პანეციას თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე არის ჩვენთან ერთად მოგდანილ ქალბატონო მაია გელენიძე, ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ასევე შემოგვიერთდება და ამერიკული ჰოსპიტალის სამსახურის დირექტორი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ვისაუბრებთ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში არიან ხშირ შემთხვევაში ჩართულები. შეიძლება მე არ მჭირდებოდეს, მაგრამ მაგალითად ერთ-ერთი მთავარი რგოლია პრინციპში სამედიცინო სისტემის, ხო? ნამდვილად ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რადგან განათლებაზე და ჩარიცხვებზე და სტუდენტებზე საუბრით დავასრულეთ გრაფიკები. ქალბატონ მაიასთან გადავა. თქვენი კოლეჯი უკვე ბევრი ასეული წელია, შეიძლება სწორედ ვთქვათ. გაიცნოთ, გვიხდება 150 წელი. ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს კოლეჯს და ძალიან ბევრი სტუდენტი ყავს აღზრდილი, მათ შორის ისეთებით, რომლებიც შემდეგ დატოვეს ქვეყანა და გაცილებით უფრო წარმატებულებიც გახდნენ. მოკლედ, დღეს ვისაუბროთ იმაზე, რა მდგომარეობა, როგორი არის მიმართვიანობა და რამდენად ბევრ სტუდენტს უნდა რომ გახდეს ექთანი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად მედია როგორც მედიაში ხედავს რომ რაღაც დაუფასებელი ყოველთვის ამ ჭრილში განიხილება სამედიცინო პერსონალის პროფესიები. ხო არ არის შიში რომ მაგალითად რაღაცა ბევრს ვიმუშავებ, მაგრამ შესაბამისი ანაზღაურება არის დაუშვათ დამაბრკოლებელი, ბევრი გარემოება არსებობს. როგორი არის მიმართვიანობა, ამაზე რომ მოგვიყვეთ პირველ რიგში. სიამოვნებით ვისაუბრებ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ძალიან უშუალო ბუნებრივი თემა, რადგანაც მე დიდი ხანი ამ კოლეჯს ხელმძღვანელობ, უკვე 30 წელია. მართალი ვბრძანებთ, ეს ჩვენი სასწავლებელი, ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია საქართველოში, მე-19 საუკუნიდან მოდის და თავიდანვე იყო ჯანდაცვის მიმართულების და დღემდე ამ ტრადიციას ნამდვილად არ ვღალატობთ, მიუხედავად იმისა, პოლიპროფილური გავხდით, მაგრამ მთავარი ღერძი ამ ჩვენი სასწავლო პროცესის ეს არის საერთო განათლება უპირველეს ყოვლისა. და ძალიან მიხარია მეორე სტუმარი ჩემი კოლეჯის კურსდამთავრებულია და რითაც ძალიან ვამაყობ. ამ ეტაპზე კოლეგები და მეგობრები ვარ. ხო, რა პრობლემებია, რა არის ძირითადი პრობლემები, რაც არის ამ სფეროში და რატომ გვაქვს ის ყველაფერი, რომ ნაკლები ექთანი გვყავს და ანაზღაურება დაბალია და ასე შემდეგ. ხო, თქვენ რომელ ძირითად პრობლემებს გამოგვექთით, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ პროფესიით. დიახ, დიდი მადლობა. დასაწყისისთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა მივესალმო ჩვენს მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მოწვევისთვისაც მინდა ძალიან განსაკუთრებული მადლობა მოგიხადოთ, რომ ამიტომ ამ საკითხებზე საუბარი მნიშვნელოვანია დღეს, ძალიან აქტუალურია და ის პრობლემები, ძირითადი გამოწვევები, რაც დღეს არის საერთო პროფესიის მიმართულებით, გახლავთ 4 ძირითადი მიმართულება. პირველი მიმართულება გახლავთ ის, რომ საერთო საქმიანობა როგორც პროფესია არის რისკის შემცველი პროფესია და დღემდე ჩვენ საქართველოში არ რეგულირდებოდა კონკრეტული პროფესია. შესაბამისად, რეგულირება განსაზღვრავს გარკვეულ ჩარჩოებს, ნორმატივებს და ანუ კანონდაქვემდებარებული აქტების საფუძველზე პროცესების დარეგულირების კონკრეტულ სტანდარტებს და ნორმებს და ამ ეტაპამდე ეს არ ქონდა. მინდა ძალიან დიდი ბედნიერებით აღვნიშნო ეს საკითხი და არ ვიცი ეს არის ნამდვილი გამარჯვება, ასე რომ ვთქვა და ძალიან დიდი მიღწევად, რომ დღეს ჩვენ გვაქვს კანონი საერთო საქმიანობის შესახებ უკვე დამტკიცებულია და სამიანო-მიანი ექთნის შესახებ. ეს კანონი უკვე განსაზღვრავს საერთო პროფესიის და მიანი ექთნის პროფესიას როგორც დამოუკიდებელ პროფესიას და შესაბამისად უკვე კანონქვემდებარე ცვლილებები, აქტების და შესაბამისად მარეგულირებელი ნორმების უკვე მიმდინარე პროცესში გახლავთ. ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. მინდა მადლობა მოუხადო ვისარგებლო მომენტით და ყველა ადამიანმა, მათ შორის ქალბატონ მაიასაც ძალიან საამაყოა, რომ მე ვარ კოლეჯ პანეციას კურსდამთავრებული ახლა ვარ. ანუ ამ ეტაპზე ძალიან დიდი შრომის გაწევა მოხდა კანონმდებლობის და კანონის შემუშავების საკითხი. რატომ იყო ეს საჭირო? პრაქტიკაში როგორ დავინახავთ? ეს ამაზე ძალიან თავარი რამაზეც უნდა განსაზღვროს, რატომ არ იყო აქამდე ეს კანონის რა იყო პრობლემები და გამოწვევები. პირველი ის გახლავთ, რომ 96 წლიდან საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და დარგი ერთად ვმუშაობთ უკვე არაერთი გზის ამ მიმართულებით. ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ საერთაშორისო ინტეგრაცია. იქიდან გამომდინარე
მომხდარი რომ საექნო პროფესიის და პროფესიის წარმომადგენლები, ანუ სამი მიმართულებით პრობლემატიკის გამო ეს გახლავთ განათლების სისტემა, უწყვეტი განათლების სისტემა, რეგულაციებზე უკვე აღნიშნეთ, ხო? მე უწყვეტი განათლების სისტემა, უწყვეტი აკრედიტაციის სისტემა. დარგში არსებული პროფესიონალების კომპეტენციები და კვალიფიკაციის დონე, იმიტომ რომ დარგი ქმნის სტანდარტებს, რეგულაციებს, მის ინიციირებას, დარგი ახდენს დარგობრივი საჭიროებების განსაზღვრას და დარგის გაერთიანებები და ასოციაციები ქმნიან პრეცედენტს და პრაქტიკას ბაზარზე. საჭიროებების კვლევები საექნო საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, დარგს გულისხმობ დარგობრივ გაერთიანებებს. სოფლიო პრაქტიკა ასეთი გახლავთ, ხომ? ეს არის მხოლოდ რეგულირების როლი და პასუხისმგებლობა გახლავთ. კონკრეტულად რა შედეგებს მოგცემს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცით, რომ ექთნების რაოდენობა არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი. ევროპაში ერთ ექიმზე 2, 3 და 4 ექთანი მოდის. საქართველოში ერთი თუ მოდის, ესეც კარგია, ხო? რატომ არის ეს პრობლემატური საკითხი და რა ბედნიერება იქნებოდა? პრობლემა გახლავთ ის, რომ პირველი და უპირველეს ყოვლისა ყოველთვის ძალიან მუშაობს და სოფლის საერთაშორისო პარტნიორების ყოველთვის გულჩვენონ ხოლმე, რომ პირველი აქცენტი გააკეთეთ თქვენ პრომოუშენზე, ანუ რას ნიშნავს პროფესიის და სკოლებიდანვე აი ეს ორიენტაცია პროფესიების უნდა იყოს ძალიან ჩადებული. ამ მიმართულებით მინდა აღნიშნო, რომ საუკეთესო რეფორმა განხორციელდა განათლების სამინისტროს და ანუ ეგიდით და ეს არის კერძო საჯარო პარტნიორობის ეგიდით შეიქმნა ესეთი სააგენტო, უნარების სააგენტო და ჩვენი ევროდირექტივის ფარგლებში, ვალდებულებების ფარგლებში ჩვენ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ასოციაციებში გაწერილია, თქვა რეალურ რატომ არ არის დროში გაწერილი. ანუ ეს ნაბიჯები ძალიან სწრაფად იხმება ახლა, იმიტომ რომ მე თვითონ წარმოვადგენ ექთანთა გაერთიანებას, ხომ? ასევე წარმოვადგენ დამსაქმებელს. გახლავართ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საექნო სამსახურის დირექტორი და ვარ ექთანთა გაერთიანების დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. დარგმა უნდა შექმნას ყველაფერი ეს და რა არის მთავარი ჩვენი პრიორიტეტი პირველი, რომ არსებული კადრების გადამზადება და კვალიფიკაციების ეს არის უპირველესი, ხო, ეს მნიშვნელოვანი. ამ მუშა პროცესში ხართ? დიახ, აი ხა ანუ ამ ეტაპებს ძალიან კარგად ჩამოვარდა. აი, თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი თქვენი კოლეჯი მაგალითად როგორ არის აი ამ უწყვეტ პროცესში ჩართული, რომელიც აბდათმებული და ბევრი განათლების პროცესი, ხო, ეს წელიწადში რამდენი ხა მე დაუბრუნდები იმას, როგორია მომართვიანობა, იმიტომ რომ თქვენ ეს დამისვით კითხვა, რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია. დღეს პროფესიულ განათლებაში ყველაზე მეტად მოთხოვნადია საექნო განათლება და მომართვიანობა არის ძალიან დიდი. მე შემიძლია გესაუბროთ კერძო პროვაიდერების სახელით, იმიტომ რომ კერძო პროვაიდერების 45 კოლეჯიდან 26 ახორციელებს ამ მიმართულების პროგრამას. ეს არის ჯერჯერობით ვებიაქალის პროგრამა არ გვაქვს, მაგრამ საექნო პროგრამაზე არის საკმაოდ დიდი კონკურსი. გამოცდები ხდება ეროვნული ტესტირების საშუალებით და თითქმის კვოტა ყველა კოლეჯს გვაქვს შევსებული. ამ ეტაპზე სწავლობს საქართველოში 3800-მდე პროფესიული სტუდენტი. ეს არ არის პატარა ციფრი. და სავარაუდოდ სწავლა არის 3 წლიანი, ანუ წლევანდელ წელს ამის მესამედი მაინც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს ციფრი 1300-1400 არ არის ცოტა, მაინც კლინიკების რაოდენობა 300-300-ზე მეტია, პოლიპროფილურზე მაქვს საუბარი და შესაბამისად მაინც ჭირს ძალიან მათი საჭიროება მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ არის შესაბამისი. ის რომ როგორ ვიღებთ ამათ, როგორ ვასწავლით და რა ძირითადი მიგნებები გვაქვს, როგორ ვაინტერესებთ, რა мотиваციაა, ამაზე მუშაობს კოლეჯები. ამაზე მუშაობს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც საკმაოდ დიდი მხარდაჭერია ჩვენ და პრინციპში განათლების სამინისტროს მაქსიმალურად გვერდში გვიდგას. ეს ყველაფერი ძალიან სწორად მიმდინარეობს და თითოეულმა სტუდენტმა მეორე სასწავლო წლიდან უკვე იცის სად უნდა დასაქმდეს. ბატონია, რა არის ექთანი? ხო, ექთნის როლი და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვა იგივე ერთ ექიმზე იყოს 3 ექთანი და მოსახლეობის რაოდენობით რატო ითვლება ექთნების რაოდენობა? რა როლი აქვს ამ რგოლს? საექთნო საქმიანობა და პროფესია გახლავთ ერთდროულად მეცნიერებას და ხელოვნებას. ანუ აქედან გამომდინარე ის ეფუძნება საზოგადოებრივ, ანუ მეცნიერებას და ბიოლოგიურ და ასეთ მეცნიერებებს, რომლებიც ეფუძნება და მოითხოვს სპეციფიურ ცოდნასა და უნარების გამოხდენებს კეისფლობის საჭიროებას და აუცილებლობას. შესაბამისად ეს გულისხმობს მოვლას საჭიროებების, ადამიანების საჭიროებებზე ფოკუსირებული მოვლის
შეთავაზებას, სერვისების შეთავაზებას, რომელიც ასევე არის როგორც პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ანუ რაც შეეხება პირველად კომუნიკაციას საზოგადოებასთან, შემდგომ მიდის ჰოსპიტალური სექტორი, სადაც უკვე მეორეული პრევენციები და მესამეული პრევენციების დონეზე ხდება ჩვენი საზოგადოების წევრების მოსახურება და შემდგომ ასევე ქრონიკული და უკვე პალიატიური დონის ეტაპზეც კი. ანუ წარმოიდგინეთ, ეს არის დაბადებიდან მთლიანად სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უკვე ლეტალურ და პალიატიურ ეტაპზეც კი მოვლის მექანიზმი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე 2020 წელს აქამდე იყო ესეთი ტერმინი, ხო, აბრევიატურა health care, უკაცრავად ინგლისურად, ხო, ჯანდაცვა. ეხლა გამოყო health and care. Care ანუ მოვლა, ეგრეთ წოდებულად გამოვიდა ცალკე პროფესიებში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. და კითხვა რატომ არის რაოდენობა და თანაფარდობა და რატომ განსაზღვრავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გავს სტანდარტებს. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიობა საჭიროებები აღნიშნე უკვე, პაციენტის საჭიროებები განისაზღვრება მისი დაავადების და ფიზიკური, ფსიქოსოციალური, მენტალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად. ეს არის მთელი ჯანმრთელობის დეფინიცია, ხომ? არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, ხომ? აქედან გამომდინარე, ზოგიერთი განსაზღვრება არის იმის მიხედვით, პაციენტის საჭიროებაზე ფოკუსირებული მოვლები არის სხვადასხვა დონის. შესაბამისად, ჩვენი ნაციონალური და საერთაშორისო ინსტიტუტები ადგენენ ნორმებს და დონეებს პაციენტის ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე. არის პირველი დონის მაგალითად ინტენსიურ მოვლას დაქვემდებარებული პაციენტების ზრუნვის პრაქტიკა, მაგალითად, განსხვავებული ახლა. ამიტომ არის ეს ნორმები აქედან მოდის. თქვენ კითხვა დამისით რატომ? აქედან გამომდინარე, ექიმის და ექთანშობის თანაფარდობა სწორედ ამიტომ განისაზღვრება. ანუ საექიმო საქმიანობა არის განსაზღვრა მკურნალობის სტრატეგიის და უკვე შესრულება, პერფორმანსი გახლავთ საექიმო საქმიანობას. სტადიამოს ექთან მომდა მიხედოთ. აქედან გამომდინარე არის რომ საწოლთან მომდა. დიახ. რა უნდა გააკეთოთ თქვენ მსგავსად ინსტიტუტებმა, ვინც აი ამ მიმართულებით მუშაობს და სახელმწიფომ ერთად, რომ აი რა გრაფიკაც ვნახეთ და უსწრაფმოყრებას მოვიდეს თანაფარდობაში. და ასევე მინდა რომ ვისაუბროთ, კარგია რომ პოზიტიური ნაბიჯები იდგმება და არის უკვე აღნიშნეთ, ხარია და პრობლემებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ პროფესიონალი კადრების გადინების სტატისტიკას რო გადავხედოთ, ექთნები საკმაოდ ბევრი არიან, რომლებიც დატოვეს ქვეყანა და სხვაგან მუშაობენ, ხო? კარგით, პირველი საკითხი პრობლემაა, მოდით მიგრაცია აღნიშნოთ და ყველაზე მწვავეა და მტკივნეული ჩემთვის როგორც პროფესიის წარმომადგენლისთვის, როგორც ექთანთა გაერთიანების, როგორც დამსაქმებლისთვის. პირველი და ყველაზე უპირველესი გახლავთ ის, რომ საერთოდ განვითარებადი ქვეყნების ასე რომ ვთქვათ, რეალობა გახლავთ ეს, იმიტომ რომ საერთაშორისო კონკურენცია ასე მუშაობს. ხო? რომ ანუ განვითარებადი ქვეყნებიდან იქიდან გამომდინარე, რომ სახელფასო ანაზღაურება შესაბამისად არ გახლავთ შესაბამისი აი ამ დატვირთვასთან, სერვისის მიწოდების ტიპთან და გარემოსთან შესაბამისობაში, ეს არის ყველაზე წამყვანი მიზეზი. ძირითადი მიზეზი ჩვენი ექთნების გადინების გახლავთ სახელფასო ანაზღაურება. იმიტომ რომ რაღაც სარეკლამო რგოლი ტრიალებს ზუსტად არ მახსოვს ციფრები და ესე ცითი რეკლამაა, რომ ექთნის ხელფასმა მოიმატა და პირობითად ვამბობ ციფრებს, ლარ ნახევრი და გახდა ლარი და 60. დიახ, ნახეთ კეთვით როგორ არის. რაღაც პრობლემა დეფიციტია და როცა ბაზარზე დეფიციტია, მათი ფასი როგორც წესი იწევს, ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რატომაც ამ პროფესიונალის დაკეთებით რა განსაზღვრავს ამას. პირველი საკითხი განსაზღვრავს, რომ სტანდარტები და რეგულაციები რო აღნიშნეთ, თუ რეგულაცია არ გაქვს, სტანდარტი არ გაქვს. სტანდარტი რას ნიშნავს? ნორმებს და განსაზღვრავს დეფინიციით პროფესიონალების შესრულებულ სამუშაოს, მათ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც მიბმულია პირდაპირ საჭიროებებზე და სტანდარტი განსაზღვრავს თავის ტარიფს, ხო? ანუ სერვისის ღირებულებას. რადგან ექთანი არ არსებობდა ხამდე, არც ტარიფი იყო და არც განსაზღვრული, ანუ შესაბამისი ანაზღაურება ექთნის, ამიტომ იყო დამოკიდებული რაღაც, როგორ გითხრათ, არ იყო დამოკიდებული სტანდარტების შესაბამისობაზე მიბმული. ანუ 5000-მდე საექთნო ჩარევა გახლავთ, საექთნო ჩარევა წარმოიდგინეთ, საერთაშორისო კოდებით განსაზღვრული. ეს კოდები ქვეყანას არ აქვს, რომ არ ქონდა რეგულაცია, რომ არ ქონდა ეს საკითხები ვერ დავარეგულირეთ, არა იმიტომ, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, რომ შექმნა მარეგულირებელი. ყველა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო გახლავთ 25 ქვეყანას ითვლის და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აი ეს 25-ვე ქვეყანამ გაიარა მზარდი 10 წლიანი მინიმუმ
რეგულაციების ჩამოყალიბების პერიოდი ევოლუციის, რომელიც ასევე ჩვენ ცოტა მეტი გავიარეთ, ასე რომ ვთქვა 14 წელი. ნუ დიდად ხო, რა ეტაპზე ვართ? აი რა ეტაპზე ვართ? და სად შეიძლება რომ ვთქვა ეს პროგრამა მეტნაკლებად? დიახ, აი ხა ის დრო არის, როდესაც უკვე დანერგვის ეტაპზე გადავდივართ, ხო? ანუ აქამდე ეს ეტაპები შეიქმნა, რომ შემუშავდა ჩვენი მოდელი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენი უნიკალური მოდელი უნდა შევქმნათ. შეუძლებელია და არ გახლავთ პანაცეა ერთი საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითად ავსტრალიას უნიკალური მოდელი აქვს, რომლის ძალიან უფრო ახლოს და კარგად გადმოტანა შეიძლება და ნორვეგიის გამოცდილება არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ უკვე იცით როგორ არის, შეცდომებზე მიგნებული პრაქტიკა აქვს, რომლის შესაბამითადაც უკვე შეგიძლია განვითარებათ ქვეყანამ აიღო ეს მოდელი. მაგრამ აი ჩვენია ხო, რელიგია, მენტალიტეტი, ანუ მიდგომები, საჭიროება, ეკონომის სოციალური ფონი და ასე შემდეგ. და მხოლოდ შექმნა არ გახლავთ რეგულაციების. ამის მერე მორგება და განერგვა. ეს უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ის ფაქტი, რომ დღეს გვაქვს ჩვენ რეგულაცია კანონის საერთო საქმეების შესახებ და ქვემოთ უკვე რომელიც განსაზღვრავს დეფინიცია სექტანი ვინ გახლავთ, მერე კლასიფიკაციებს ვინ და რა ტიპის სექტანი ეს არის უკვე შედეგი. გავიგეთ რომ დავუშვათ აი კანონის დონეზე, რასაც თქვენ ხსნით, რადგან თქვენ კმაყოფილები ხართ, ცხადია კარგი. ჩვენ შემუშავებული კანონი არის, მუშავეთ დარგმა ძალიან ბევრი კანონი ხალბატონ მაიასანაც გავაგზავნოთ საუბარი კანონი როგორ მუშაობს პრაქტიკაში, თუ მუშაობს და როდესაც აი გამოსავლის გზებზე ვსაუბრობ, თქვენ აღნიშნავთ რომ კარგი იქნება რომ ანუ გადადგმულია რაიმე ნაბიჯები თუ უბრალოდ მივიღეთ რაღაცა დოკუმენტების ერთობა, რომელიც გვაძლევს რომ ეს არის ძალიან მაგარი. პირველ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ იმითი რომ ამ ადამიანებს სისტემა საერთოდ ვერ ხედავდა, მაგრამ ეხლა უკვე ხედავს. სტანდარტები გვექნება, უკვე კლასიფიცირება გვექნება, ეროვნული პერფორმანს შესრულების ინდიკატორები გვექნება ამ კანონქვეშ. უკვე და ჩვენ შეგვეძლება დავითვალოთ განსაზღვროთ ნამდვილად შესაბამისი სახელმწიფო ტარიფი. ამას მე უკვე ბაზარი ჯანსაღად დაარეგულირებს. მე მაღალ კომპეტენტური პერსონალი მჭირდება, გეტყვით მაგალითად ამერიკული ჰოსპიტალიდან. სტანდარტი გახლავთ საერთაშორისო უსაფრთხოების, პირდაპირ უსაფრთხოების სტანდარტი პაციენტის განსაზღვრავს ამ მოთხოვნას. რამდენი ექთანი უნდა იყოს, რამდენი ექიმი საჭიროებაზე დაფუძნებული. და მოთხოვნა მქონდა, როდესაც ხსნით ამერიკულ ჰოსპიტალს, რომ ეს სტანდარტები სულ უნდა დავიცოთ, ხო? მაგრამ ჩვენი ეროვნული კლასიფიკატორით, რაც გვაქვს განსაზღვრული, იყო ჩვენ სოციალურ დედაქალაქი მეორე რეგიონები და ვიცით რომ რეგიონებში ყველა მიმართულებით უფრო მეტი არის სამუშაო. ამ კუთხით თქვათ რეგიონებში რა შეიძლება რა მიმართულებებს ხედავთ იმისთვის რომ მდგომარეობა რეგიონების პრობლემა და განსხვავება რატომ არის ქალაქსა და რეგიონის. იქიდან გამომდინარე რომ ქალბატონმა მაიამ აღნიშნა უკვე რომ ყველაზე სერიოზული რამ რაც და მიგნება და მიღწევაც იყო რომ დაფინანსება ეს პროფესიულ განათლებიდან ხდება პროგრამის დაფინანსება მეტად ხელმისაწვდომი გახდა ადამიანებისთვის პროფესიის დაუფლება. ეს ერთი საკითხი, თუმცა რეგიონებში კვლავ რჩება ეს სახელფასო ანაზღაურების საკითხი ისევ პრობლემად არ აქვს სურვილი იქ დასაქმების. იგივე პრობლემა, იმიტომ ესეთი არათანაბარი გადანაწილება. რატომ არის არათანაბარი, მაგრამ თბილისის სექტანი და რეგიონის სექტანი რას ნიშნავს? თბილისში თუ ცუდად გავხდი და მე გურიაში გავხდი ცუდად, თანაბრად ჭირდება მომსახურება და თანაბარი უნდა იყოს ანაზღაურება. თბილისიდან ექთანი არ წავა საქმიანობის მართვის სტრუქტურაზე მივედით. ძალიან გიხდით, ნახეთ რა არის. არათანაბარი გადანაწილება გახლავთ მიზეზი და ძირითადი მიზეზი ამის გახლავთ სტრუქტურა სახელმწიფო დონეზე რომ ცენტრალიზებული მასობა ყველაფერი საერთო პროფესიის მართვის სტრუქტურა არ არსებობს, მაგრამ თუმცა კიდევ საუბრობთ ამაზე რომ ძალიან დიდი შრომა დაჭირდა ნამდვილად ჩვენ მე გახლავთ ერთ-ერთი და კიდევ ძალიან ბევრი გუნდის წევრი რომელთაც ვიმუშავეთ, ბევრი გამოწვევები და მე საერთოდ კოვიდის ეტაპი და პანდემია გახდა რომ ძალიან საჭირო პროფესია და ბევრი ნამდვილად აი აბსოლუტურად უმართავი სიტუაცია გახლდათ იქიდან გამომდინარე რომ კონკრეტული პროვაიდერების ხარჯზე გადაიარა, ბიზნეს სექტორზე გადაიარა ამ საკითხმა, იმიტომ რომ არ იყო ეს მართვის აი ქალბატონ მაიამ ახსენა რამდენი გულს შეიცავს მაგალითად საერთო პროფესია, რაღაცა კომუნიკაცია პაციენტებთან ასე შემდეგ. აი ამას თუ დეფინიცია კომპეტენციები ხო? ნამდვილად, იმიტომ რომ აი ჩვენ მაგალითად ბევრისგან გაგიგეთ ალბათ პაციენტებისგან რომ აი ის გოგონა, ის ექთანი დამეხმარა კომუნიკაცია მათთან მათგან უფრო მეციგებენ ხშირად ვიდრე ექიმებისგან. აი ეს კომუნიკაცია რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ეს ისწავლება. თუ ეს რაღაცა პრაქტიკაში არის დიახ, ეს ისწავლება, რა თქმა უნდა. გითხარით, რომ არის 180 კრედიტიანი პროგრამა, ზუსტად ევროპული პროგრამაა გადმოტანილი საქართველოში და ზუსტად ისეთივე კრედიტებზე იგივე მოდულებს გადიან, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. აბსოლუტურად იდენტურია. შესაბამისად, კომუნიკაცია ერთ-ერთი პირველია, პირველ სასწავლო წელს ისწავლება, დიახ, მოვალეობაშია გაწერილი, მაგრამ შემდეგ უკვე წელიწად ნახევრის შემდეგ 3-3 წლის მანძილზე
მეორე წელიწად ნახევარი არიან სულ კლინიკებში გასულები და იქ დარგის სპეციალისტები, ექთნები უშუალოდ ასწავლიან. თითოეულ როგორ ათანაფარდობა, იცით, ერთ ექთანზე 7 სტუდენტი მოდის, რაც ამდენხანს არ იყო, უფრო მეტი იყო, ხანი იყო მაქსიმალურად 11 ჯგუფი შედიოდა და ერთი ექთანი ხელმძღვანელობდა. ფაქტიურად არ იქნებოდა, როცა მთელი. ვერ იქნებოდა, ახლა გაცილებით პროდუქტიულია, თანაფარდობა ნამდვილად ასია და ფაქტია, რომ კიდევ ერთი ძალიან ან კომუნიკაციის მხრივ ამ მხრივ დარწმუნებული ვარ, ნაკლებად გვაქვს პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 16 კლინიკაა ჩვენი პარტნიორი, ჩვენი კოლეჯის და არავის არ დაუჩივლია. კერძო და საჯარო. ახლა მინდა რომ დავამატებ კიდე იმას, რაც მე და თქვენ დიდი აქტივობა მივიღეთ და დიდი ჩართულობა გავაკეთეთ, შეიქმნა საექთნო და ბებიაქალის განვითარების ეროვნული საბჭო, რომლის აქტიური წევრები ვართ, თვითონ ბორდის წევრები ვართ უშუალოდ იქ. უკვე ექთანის სახელმწიფო დონეზე მარეგულირება გადაწყვეტილების ასევე კანონი, რომელიც იამბრძანა ჩვენი ასე ვთქვათ დიდი მუშაობის შედეგად არის მიღებული. იმ კანონში ძალიან ბევრი საინტერესო რამაა, როგორც დარგობრივ, ასევე განათლების მიმართულებით. ამდენ ხანს დაამთავრებდი საექთნო პროგრამაზე, შენ განვითარების შანსი არ ქონდა. ეს ჩვენ შევიმუშავეთ მოკლე ციკლის პროგრამები, თუ სტუდენტს უნდა კურსდამთავრებულს ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელება, ბაკალავრიატში 4 წლიანი პროგრამები აქვს უმაღლესებს. მოკლე ციკლით შეიძლება მან ძალიან მარტივად მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება. ამ ყველაფერზე თქვენ საუბრობთ, ალბათ ბევრი მუშაობის დაბრძოლის საკითხი არის. აი, რამდენად ფიქრობთ, რომ აი სახელმწიფო ამაში გამოყვათ და ამიტომ დადგა ეს შედეგი. აი, ცვლილებები, რომლებიც მოხდება, მაგალითად სამინისტრო შეიძლება მოხდეს, ალბათ მოხდება. აი, რამდენად არის ეს საფრთხე, რომ აი ამ პროგრამას შეფერდეს. კარგით, მოკლედ ღიად ვისაუბროთ, ჩვენ ყველა ღიად ვსაუბრობთ, სპეციალისტები ვართ და ყველამ გამოვიარეთ ჩვენს თავზე, როგორც მარეგულირებელმა ინსტიტუტებმა, ასევე დარგის წარმომადგენლებმა, ანუ გაერთიანებებმა და ასევე პროვაიდერებმა, როგორც განათლების პროგრამების და ასევე სერვის მიმწოდებლებმა ჯანდაცვის სისტემაში. ყველამ ერთად გამოვიარეთ ეს ქარიშხლები, ანუ ამ განვითარების და ასე შემდეგ. იყო ნამდვილად ფაქტები, რომ ცვლილებებთან მიმართებაში, გარემო ცვლილებებიდან გამომდინარე, ვერ ხდება შესაბამისად სამუშაო პროცესები. მაგრამ იცით როგორ არის, ძალიან რთულია განსაზღვროს როგორც სხვა ქვეყნებშიც, ხო? იგივე პრაქტიკა. ძალიან რთულია განსაზღვრო ვისი როლი. ეს არის როგორ გითხრათ, კერძო საჯარო პარტნიორობის დიდი პასუხისმგებლობა, მეტად სოციალურ-ეკონომიური ფონის განვითარებისთვის. ეს არ გახლავთ ერთი კონკრეტული უწყების დიდი პასუხისმგებლობა, არა მეკობრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ დარგი არ არის გამართული, მოარეგულირებელი ვერ გაგიკეთებთ, ვერაფერს ვერანაირად გამორიცხულია, ხო? ამიტომ ჩემს სტუდენტებს თუ ძალიან დიდი მადლობა ჩემს სკოლას დიდი რა მომცა, ასე ვავითარებთ ახლა, რომ ჩვენი როლი ყველამ უნდა გავსაზღვროთ. პროვაიდერი, დარგი და სახელმწიფო. მადლობა, ვინ და სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, რომ გადავრჩეთ და შემდეგ სხვა ქვეყნებში არ გავზრდოთ სამკურნალოდ.